გამარჯობა. ეს არის ჩვენი პოდკასტი. მე ვარ ირაკლი, ეს არის გიორგი. როგორ ხარ გიორგი, აბა? ძალიან დაღლილი. ძალიან, короче, დილიდან სამსახური, უნივერსიტეტი, მერე ვარჯიში და პირდაპირ მოვარდი აქ რა. შენ როგორ ხარ? მე ზაღლილი ვარ. მ. ხო, უნივერსიტეტი, მე რაღაცებს დაბოდიალობდი, სურათებს ვიღებდი დავალებაზე და რა ხდება უნივერსიტეტში? ავი, გუშინ ქონდა პირველი შუალედური. მერე 19:20-ზე ავიღე. ოჩა, მომილოცავს. კი, ostელი ისა გამოსცა ტელეფონში ვიყიდე. ამას რო ნახავენ შენი ლექტორები. იმედი არ ნახავ. ისე. შოთა ძალიან მიყვარს. короче, კმაყოფილი ხარ ხო საბოლოო ჯამში? კი, ნო? ირაკლიმ ჩააბარა აუდიო ვიზუალზე თუ როგორ ქვია? აუდიოვიზუალური ხელოვნება. აუდიო ვიზუალურ ხელოვნებაზე ჯიპაში და ძალიან კმაყოფილია. ცოტა გვიან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თავარია იპოვე ისეთი რაღაცა, რაც შენ გევასება მართლა და მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს რა. შენ უნივერსიტეტზე სიტყვე. ბიჭო, მე გეპეში ვსწავლობ და ჯობი არაფერი არ ვთქვა, короче, რატომ? ძალიან ანტირეკლამა გამო. მან ჩერდება. მე ნელ-ნელა უფრო და უფრო რო გაგვიცნობს მაყურებელი რაღაც მარგალიტებს მოვყვები ხოლმე. კი, აიდე. თორე ეხა ხო ხვდები რომ დავიწყო მაგაზე ლაპარაკი იქ როგორი სიტუაცია, ცუდ ხასიათზე დადგება ჩვენი მაყურებელია. დიდი ალბათობით. შენ როგორ დაწმოყოლილი გაქვს? კი. მაგრამ ნუ ხლად ეგრეც არ არის საბოლოო ჯამში მაინც შენ თუ გინდა სწავლა, ყველგან ისწავლე. ყველგან ისწავლი რა, მაგრამ ნუ ხოაზე ხარ ეხა. ისეთ უნივერსიტეტში, სადაც უკეთესი დამოკიდებულებაა სწავლის მიმართ და უკეთესი ინფრასტრუქტურაა და არცივა აუდიტორიაში. თუ გიძაფრული იყოს, თუ გიძაფრული იყოს, უფრო ის არის კაი. მაგრამ აი, რა ქვია, თვითონ უნივერსიტეტი არის ძალიან ძველი თურმე რა, იმ დღეს რაღაც პატარ-პატარა ნეიტრალურ ფაქტებს მოვყვები, короче, გეპეის რაღაცებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოა რაღაცები რა, წარმოიდგინე, ეგ უნივერსიტეტი არის, ნუ 1009 რაღაც საბჭოთა კავშირში 50-იან თუ 60-იან წლებში დაარსდა რა, თავიდან ადრე უნივერსიტეტები ხო არ იყო ინსტიტუტებად დაყოფილი რა. და ეგ სულ თავიდან იყო რკინიგზის და რაღაც მაგამბების ინსტიტუტი. და ის ამბავი გაგიგია, რომ ზემოდან რო დახედო გეპეის ნამგალის და უროს ფორმა აქვს. ვიათები რომ მოვდა. ეგ არ არის სინამდვილეში სიმართლე. რა როგორი პონტი არის, იცი, ეხა მაგის მერე თავიდან რაც რკინიგზის ინსტიტუტი იყო, თურმე რაღაცები კიდე მოაჩენეს რა, მაგრამ თავიდან იყო საბჭოთა კავშირში ყველა ეგეთ რაღაც ინსტიტუტს ჰქონდა თავისი გერბი. და ამ რკინიგზის ინსტიტუტი იყო ურო და მეორე ხელში ისა ლიანდაგებს რითიც აჭედება რაღაც დიდი ლურსმნები რო არის რაღაც ეგ და არა ისა ნამგალი რა და დააპროექტა თან ერთ-ერთმა სტუდენტმა. ახალგაზრდა ტიპმა რა. და მაგიტო ნუ რაღაც გაფუჭებული ტელეფონის ბაზარი წავიდა რომ ნამგალი და ურო არ არის, მაგრამ ნუ ხო ხვდები რა მნიშვნელობა. ეგრე უბრალოდ ჯობია რომ ის იყოს, ხო. ეგრე თუ იცოდი, ნაღდი ისტორიაა. ამერიკის დღევანდელ დროშა როგორ შეიქმნა, იცი? მერვე კლასელმა გაკეთა პროექტად. როდის? ეხლა დღეს ძველია ძალიან. არა, დროშაზე როგორ იყო, იცი? ანუ დღევანდ ის ხო არის სულ 51 შტატი თუ რაღაც ეგ. სულ იყო 45 თუ რაღაც ეგრე რა და მე ადრე? ხო, და ერთი 80-იან 90-იანებში მერვე კლასელმა პროექტად გააკეთა. და ნუ პატარა ქულა იყო და მე ვიღაცებმა დაინახეს, მოეწონა და გადაწყვიტეს რომ მართლა ყოფილიყო ამერიკის დროშა. რაღაც ფილმებიდან რაღაცებიდან ვიცი რომ ადრე ერთი ვარსკვლავი იყო, მე მგონი ლურჯ კუთხე, ერთი დიდი ვარსკვლავი იყო და სხვა ვერსია მაგ დროში არც მაგ. კოლონიების მერე რომ ჩამოყალიბდა ქვეყანაზე, მე მგონი პირველი ეგ იყო. ერთი დიდი ვარსკვლავი და თავიდანვე ზოლები სამბავში იყო. მე მგონი არ იყო. მაგრამ შემიძლია ითხრა რომ ყველა შტატს თავისი საკუთარი დროშაც აქვს. ხო, კი. იმას კალიფორნიას ორთავიანი ხო, ეგ უნდა მეთქვა. ფოლაუტში რო. ხო, ეგ უნდა მეთქვა და ამას არის. ჩემი ეს ყოველსაყოელი დროშა არის, ვაფშე ამერიკის იმაში. ძალიან ლამაზი არის, ძალიან. ჩვენთანაც არის ეგ, იცი? კი. რეგიონებს აქვს, დროშა მხოლოდ დროშაც აქვს და გერბები აქვს კიდე. მე მგონი ქუთაისის დროშა არის მწვანე და ლურჯი რაღაცები ახატია. და გერბი არის კიდე საკაიფო ეს ოქროს საწმისი არის შუაში და რაღაც ეს არგონავტების თემა ხო ქუთაისში. ხო, იმიტომ რომ კოლხეთი და რაღაც. აი ქუთაისლები ვართ ისე ჩვენ ორივე. დიახ, წარმოშობით ორივე. სიმონ. ხო და ეგ არის რა, რომ იმაზე უროზე და იმაზე რომ
მე მგონი ვაფშე ყოველ ჭკვიანიც რა იქნება, იმიტომ რომ უნივერსიტეტები იმედად მნიშვნელოვანი ნაწილია ყოველ ცხოვრებაში. ხო. ყველა უნივერსიტეტს თავისი ის უნდა ქონდეს რა, ჩემი აზრით. თავის გერბი და გერბი და რაღაცა. რა ქონდეს კიდეც რა. არა, საბათ, ანუ ჯიპასი ვიცი ის არის. ჯიპასი და რაღაც ხელი. ჯიპასი არის ის, რა ქვია, ეს ბერძნული ორდერები რო იყოს სვეტები რა, ექს-სვეტი და რაღაც ლათინურად რაღაც ისიც აქვს სლოგანი თუ რაღაცა. როგორ იყო არ მახსოვს ეგა. ასე ლოს კუბს რაღაცი ტუს, პარამიტუ რაღაც ეგეთი არის. whatever tus რაღაც. პარამეტუს. ლათინური რა სიგიჟეა ის. მამა ჩემაიც. ექიმებმა საგანი აქვს სამედიცინოზე ვინც სწავლობენ ლათინურად. აიმპორტში დღემდე მაგით ანუ მთელი ეს რაღაცებს მაგით არის აღნიშნული. მაგ ტერმინებს ხმარობ. იმაშიც რა ქვია. ბოტანიკაშიც და ბიოლოგიაში ალბათ უფრო ზოოლოგიაში. რაღაც კავკასიურ მელიას შეიძლება ერქვას რაღაცა პარამიტუს კავკასიუს თუ რაღაც ეგრე რა. სცენარეებზეც ეგრე არის. ის მარიხუანას რაღაც ჯიშ იმან თქვა რა ქვია. შევარდნაძე რო არის გარდენიაში. ხო, ზურა შევარდნაძე. რაღაც გადაცემაში მაგან თქვა რომ ისა კანაბიუს, სატივიუს რაღაც ანუ ეგ სახელები კიდე არის. ხო, გაგაცანი შენ, თუ არ შეგახვედრა. ესე გავიცანი, ანუ ხელი ჩამოვართვი პროსტა, ესე არ გვილაპარაკია რა. ანა, აი გონდა მაგ შანსი რა. მე კეთიმ ხო დადგა კეთიმ და ჩვენმა ბაი შენ ახლა ბაიამ და მანიუ თავალძემ და შენმა და ხო და თოკამ ჩვენმა მეგობრებმა დადგეს ეგეთ დადგმა ქვია ნულისკენ სახლს ეგეთი რა სპექტაკლია თუ ხო home to zero რა ინგლისურად რა ქვია და აბონტია ეცე ანუ ინგლისურად ლაპარაკობენ? სულზერები არ ინგლისური ქართულად არ უნდა ანუ ფესტივალზე გავიდა რამე და რაღაცა? არა იმაში არის თავისუფალსივცა თუ ის რო არის თუ იცი გამიგია მგონი ხო აი მანდარე და ანუ გადაობა რა არის რო არის ნუ უტოპია არის რაცა პოლიეთილენმა რაცა დედამიწა გაანადგურა და ის მიმავთვისია ბოლო პლასმასი ჩვენი მტერია და იგივე და ბოლო პოლიეთილენს რაღაცა გაანადგურა და ისეთი სასაცილო სახეობი ცხოველები გააძრეს რაცა კავკასიური ვარდაყინი რა მჭირდა იცი კეთს უყვებოდი მე რა მეთქე რაც პრობლემები ქონდა სისტემაც უცბად აწყობილი იყო აუდიო რაღაცა გადის ახლა სადმე ანუ კიდე არის მეგონი კიდე იქ არის მეგონი ეხა არ აქვს ისინი მაგრამ თუ იქნება კიდე წაგიყვან და თვითონ დადგეს ახალგაზრდებმა რა საკაიფო იდეების თვითონ მოფიქრეს ძალიან საკაიფო თუ იქნება გამაგებინება კი წაგიყვან 100% просто ისეთ სასაცილო სახელები ქონდა ცხოველებს აი სულად ხდებოდი რაღაცა თან წავედი ძალიან ბევრი ნაცნობი მეჯდა გვერდი ხო აი ესეთი ხალხი რა ხვდები ცოტა თეატრს სერიოზულად უყურებენ რა და მე ანუ ესე ვიჯექი კაია საკური სამთავიანი ბლატყაჭი და მოიგონეს თუ მართლა მოიგო ანუ რაღაც ცხოველების სახელები რა თქმა უნდა აიღეს მაგრამ ტიპები მოიგონეს ასწორებს და სასაცილო იყო და თან კიდე მაგარი იყო რომ რაღაც ანუ ამ კაფსულაში ზიან რა ვითომ რა კაფსულა ანუ კოსმოსში ხო და ამ კაფსულას აქვს თავისი დაბალ ნეგატიური სიტყვები. და ნუ მაგითაც საზაგელი. ანუ რაღაცა, ნუ ხუთები ყველა არის. ნეგატიური უარყოფის გული. ხო, ხო. და ნუ ხუთები რაღაც საზაგელი, უბრალოდ რაღაცა, ხომ არის და მანიუ და ყველას ეს სახებით არის. და ნუ რა ხდება მაგ დროს. და ნუ მე ესე ეუბნება, რომ შეგიძლიათ თქვით ნეგატიური ენერგიის სიტყვა. გამოიყენეთ შესანიშნავია. ეს AI ებაზრება რაღაცა HAL 9000-ით რაღაც. ეგეთი ბატონი ებაზრება. ისეთ სასაცილო არის. თან ყვირიან და ციცილ მოგტები. მთელი ის ვითარდება წარმოიდგინე კამერაში უმეტესად. ხო. ამ რაღაცა დიდ იმაში ვითომ კაფსულაში და მე თოკა გამოდის და კამერით გებაზრება. ისეთი სასაცილოა. კაია, ღირს ნახვა. გაიმეორე სახელი რა ქვია რომ გაიგოს თუ კიდე იქნება. ქართულად არ მახსოვს, მაგრამ ინგლისურად home to zero. Home to zero. თუ კიდე იქნება, ნახეთ აუცილებლად, რომ მე ნულიდან საინტერესოა ეგეთი რა. ძალიან საინტერესოა რა გირჩეთ ყოველს. მეორეც არის მანდ ხანძარი, რომელიც არ მაქვს დანახი, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს დაგეთხული ხანძარზე და მაგასაც გირჩევთ. თუ მოხდებით, ოდესმე თავისუფალ სიმწეში. კიდე იმას მინდა რომ მიუბრუნდი ამ GPI-ის იდუმალებას და საკუთრებულობას რა. ბიჭო, არა ხო, ანუ ეს რეალურად სიტუაცია არ არის კარგი. ეგ ხა ხო ხვდები ძალიან რავი, ყველა თაობაში სულ რაღაც გადაობის პონტი იყო GPI-შნიკობა და GPI, ხო ხვდები რა 90-იანებიდან მოყოლებული.
ის არის სხვანაირი სტატუსია გპ-ში რო ხარ რა რაღაცა ანუ არა კომედი შოუს ჩემ ცხოვრებაში და არ უყურები რა საგარელი რამდენიმე ის მაყურებინა რა სკეჩი ერთ იყო ძველი ალბათ ერთ-ერთი იყო მდიდარი ოჯახის სპონტი იყო რა რაღაცა ის ბატისტუტა ბასტიბუმა და რაღაცა და შვილი შემოდის რა რომ ჩამოვეწყე სადო გპ-ში ხო ის იმაშიც რა შაუმერთან ჩაჭრილებშიც ხო ეგა და მოვეწყე გპ-ში მოვეწყე ხო და სინამდვილეში თავის დროზე იყო მართლა ძალიან სერიოზული უნივერსიტეტი რა. ვაფშე საბჭოთა კავშირში ნუ ეხა ხო ის იყო რა ქვია, მძიმე რეჟიმი იყო ძალიან და ნუ ხო ხვდები ინდივიდუალიზმს კლავდნენ, რეპრესიები, 1000 ცუდი რაღაც ხდებოდა, მაგრამ მაგის მიღმა ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა ყოველთვის მეცნიერება, განსაკუთრებით განათლებას და აი მეცნიერებას და ტექნიკურ საგნებს და ეგეთ რაღაცებს და რომ ხოლმე ხარ ქვეყანა ძლიერი ყოფილიყო მაგით რა ეხა რა თქმა უნდა ყველანაირი პროფესია საჭიროა და ყველაფერი უნდა არსებობდეს მაგრამ საბჭოთა კავშირში ყველაზე ძლიერი ჩვენ აქ ქონდა იცი მეტალურგია კი და არა მარტო სხვა შორის აი ისე რა ქვია სასოფლო სამეურნეო ძალიან კარგად იყო რა ვიცი მანქანათს შენებ ქუთაისში მანქანების ქარხანა იყო ეხლა ცოტა ის არ გამომივიდეს სტალინი წამოაყენა რა დრო იყო და რაღაცა ანუ ძალიან ცუდი რაღაცებიც ხდებოდა მაგრამ კაი მხარეც ქონდა რა ხო და ყველაფერს კაი მხარეა ჩვენ ერთ-ერთმა ჯგუფში ვართ ორი ტიპი წინა წელს ხოლმე მარტო ვიყავი და ეხლა აღმოჩნდა რომ თუნდაც მეორეც არის ჩემნაირად ეს უცხოეთიდან გადმოსული და მე და ეს ტიპი ვართ რა ბექა და ერთი საგანი გვაქვს საძირკვლების ინჟინერია რა ძალიან კაი ლექტორი ყო ანუ ფუძეების საჩადოთ და რაღაცა ყველა შენობას გვაქვს საძირკველი ხო ფუძეს დატვირთვარაზე წიდის რა და ნუ ხო აი როგორ უნდა დააპროექტო საძირკველი მაგას გასწავლის ექს ანუ რამხელა მანძილი როგორ ყველაფერი მაგაზე რო ვილაპარაკო არ იქნება ხო და კარჩე ნუ ესე ლექციის მიღმა რაღაცებზე ხო ლაპარაკობთ ხოლმე სულ ამ საძირკვლებზე არ ლაპარაკობთ იასნია და ამ გიორგი ქვია ჩვენ ლექტორს ძალიან კაი ტიპია და ნუ რაღაცებს ვეკითხებით ხოლმე რომ აი თქვენ ისიც გპ-ში სწავლობდა და თან ძალიან პატარა ასაკში დაიწყო თუმცა ლექციების კითხვა მეორე კურსიდან თუ მესამე კურსიდან და პროსტა ესე რაღაც ლაპარაკს მოაყოლა რომ კარჩე შენობა თვითონ არის ძალიან პირველ კორპუსზე მაქვს ახლა ლაპარაკი ხო უმამრავი კორპუსი აქვს მაგრამ იქა შარმებთან არა ვენდისთან იქვევით რო ლაპარაკი ხო კოსტავაზე ხო აი დიდი შესაძლებელი რო აქვს რაღაც შედარებით ყველაზე ლამაზი შენობა ეგ არის რა და სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურა ეგეთ რაღაცები არის მანდ და ისა ხო ნუ რაღაცებს ვეკითხებოდით და მოყვა ეგეთი რამე რომ ჯერ ხო უსწრეთ ძალიან მაგას ვიტყვი შენობა არის უზარმაზარი ანუ ყველა იმაში სივრცეში არც ვარ ნამყოფი ხო ხვდები პირველ დღესაც თავიდან რომ მივედი რამდენიმეჯერ დავიკარგე და აი თან სტრანად არის რაღაც ძალიან დაპროექტებული ცოტა ის არის ხო რომ შედიხარ წარმოიდგინე პირველ თავარ შესასვლელში რომ შედიხარ იჩნდები მეოთხე სართულზე და მერე იქიდან ხო დაღმართზე არის რაღაცა დაშენებული მან ტელევიზიასთან რო ჩადიხარ რა და მესამე მეორე პირველი სართული ქვემოთ არის და აქეთ რაღაც გასასვლელებია დერეფნები და აი რავი კარჩე შეიძლება ვიღაც ტიპი ცხოვრობდეს მან ისე რომ ანუ არასდროს არავინ არ არის პარაზიტის ლაბირინთი რა რაღაცა ის არის რა პარაზიტი რომ ცხოვრობს პარაზიტი რომ შეიძლება იქ რაღაც ერთი ოჯახი ჩვეულებრივად ცხოვრობს ის თავისი რაღაცა ის ქალაქი აქვს პატარა და სახელმწიფოში გპ-ის სარდაფებში რაღაცა რა ხო და ამ გიორგიმ თქვა რომ სტუდენტები რო ვიყავითო თბილისში ნუ ეგ შენს გექნება ალბათ გაგებული რომ ძალიან ბევრი საბჭოთა კავშირის დროს აშენებული გვირაბებია ქალაქის ქვეშ რა აი ქალაქის ქვეშ არის ცალკე ქალაქივით რაღაც ბომბაობეჟი შესპონდე რა ხო რაღაც პონჩი ბუნკერები არის რომ ხო რაღაც დაბომბვის საწინააღმდეგო მაგრამ არა მარტო რა ერთი არის კიდე პარლამენტიდან აეროპორტამდე გადის ხო ისა პრეზიდენტი რო გააპარონ სიტყვაზე ან რაღაცა და ამ პირველ კორპუსშიც არის თურმე ეგეთი გვირაბი რა რომელიც ახლა დღეს უკვე ამოქოლილია მაგრამ მაშინო ჩავედიო და ანუ იმდენად ჟუტკი და რაღაცნაირი გარემო იყო რომ შემეშინდაო მართლა იმის საშიშროება იყო რომ დავკარგულიყავდე და პროსტა უკან გამოვედიო რა თორე აი 1-3 კილომეტრიო კაროჩე ვიარეო წარმოიდგინე რა რაც სიგიჟე არის და მაგის გარდა კიდე მაგაზე გაახსენდა მე რომ ძალიან ბევრი საიდუმლო ლაბორატორია და რაღაც საიდუმლო შტაბები და ბაზები იყო საბჭოთა კავშირის დროს თბილისში კონკრეტულად და აფხაზეთში კიდე თურმე რა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავია ხა ცირკი სადაც არის აშენებული მაგის ცირკი რაზეც დააშენეს კაროჩე მაგის ქვევით იყო ძალიან დიდი ლაბორატორია სადაც იყო თითქმის ყველანაირი მცენარის თესლი ინახებოდა ისეთ გარემოში რომ არ გაფუჭებულიყო და რაღაც სხვადასხვა მცენარის სახეობები რა სათბურის პონჩი ხო ალბათ რამე ან კატასტროფა რომ მოხდარიყო ან რაღაცა რომ ის იმის კულტივაცია თავიდან დაეწყო და მოეშენებინათ და რაღაცა რა
ანუ მე რო დაიშალა საბჭოთა კავშირი, რაღაც გაზიდეს, ის გაყიდეს თუ რა უქნეს, არ ვიცი, მაგრამ ეგეთი თემა იყო. კიდე რაღაც საიდუმლო ლაბორატორია იყო. ისანშიო თუ სადღაც უბრალოდ არ მახსოვს, რომელიღაც გარეუბანში რა, რაღაცა მიწის ქვეშ 7 სართული და ამ ლაბორატორიის დირექტორი ქართველი იყო რა. არა და მთელი პერსონალი, ხო, მთელი პერსონალი, თავის დაცვიანად და რაღაცა დიდი ნაწილი მოსკოვიდან და რუსები კი არა ისე თქვა, მოსკოვიდან ჩამოსული რუსები. მოსკოვიდან ჩამოსულები, იმიტომ რომ იქ ძალიან სერიოზული ამბავი ხდებოდა და ეს ტიპი თურმე დირექტორი ვინც იყო, სანამ მოკვდებოდა, ეგეთი პონტი დატოვა, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთო მაგ ლაბორატორიას, იმიტომ რომ ესო ჩვენ ქვეყანას მომავალში ძალიან წაადგებაო და არ არისო დასაკარგი ამბავი. და არავინ მიაქცია ყურადღება. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, არ ვიცი, შეიძლება ჯარში ჩააბარეს. იქ რაც იყო ყველაფერი. რა იყო არ არის საინტერესო. და რაღა მაინდა-მაინც საქართველოში, რამდენი ის იყო, რამხელა რესპუბლიკა იყო და რამდენი ქვეყანა იყო შიგნით. ამ ახალგაზრდა ლექსების დაკითხვაზე გამახსენდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობრების ან დედისგან ან დეიდისგან გამიგიაგეთ, რომ მამაშენ ჩემი ლექტორი იყო. ხო. ლექციებსაც კითხულობ. კი, პროფესორია რამდენი ხანია. სამედიცინოში კითხულობს? არა, არ ვიცი, არ მეუბნება რა. ჩემ მეგობარს არა, გითხე და არ გიტყვია. ჩემ მეგობარს ვეხმარებიო, ეგრე იმას brushing off the subject მომდიო. და უბრალოდ თან რა პონტი იყო, იცი როგორ თვითონ მიყვება რა. ცხოვრობდა აქ, წარმოიდგინე, მელიქიშვილზე. ხო. ის რო არის შანეზე შემოსხვევი რო ხო ეს არკა მან. და ნუ ბაბუა მისი გამოჩნდა. ეს როდის ყვები ძველი ამბავია. ხო რა 80-იანი რო არ დაგვინიშნავს. ნუ აი მე მგონი 1-10-15 წუთიო ბაზრობ. ხო ანუ ის არ გვინდა სტოპოჩი, просто დროით იმას თქვა. ხო და რა ქვია გამოჩენილი ის იყო რა 80-იანები 70-იანები. ვიზი ამბობ ბოდიში მამა ჩემს ბაბუაზე იყო. შენ დიდი ბაბუა კაცი. ხო. ბებია ჩემის მამაზე. იყო ეგ სანამდე მაგას შევეხება და მოყვი ჟორაზე რა. ჟორა იყო. შენ დიდი ბაბუაზე? დავაი. რაღაც გადაობა ის და მე თქვა ძალიან სასწაულია. დედა ჩემის დედას და მამას. მამა რაღაც თქო რა. ერქვიათ გიორგი და ეთერი. ბებია ჩემის ან მამა ჩემის დედის მშობლებს ერქვათ გიორგი და ეთერი. ოსე ჟორა იყო. ანუ ჟორა გიორგია. ჟორა და გაფარამეს ჟორას მეძახის ხოლმე. და ნუ ის ჩემი ბაბუა ჩემი ტოტოშა იწტორშა. ხო. არა. ჟორას თუმცა თელ თავშობდნენ რომ ყოფილიყო ოპერების მომღერალი. თუმცა კარგად ღეროდა და ისეც ხონდა სამედიცინოზე მოხდა რომ ოპერის უად დადიოდა. თან და ანუ მშობლებისგან ქონდა ის პონტი რომ სამედიცინოზე ჩააბარე და აიშალა და ეგ იქნება დიდი ალბათობით. არ ვიცი, მაინც მომდე თურმე გაირკვა მე რომ ხვდები ოჯახს მაინტერესებს. გაირკვა რომ მამა იყო ძალიან წარმატებული ისა საბოჟნი ქართულ როგორ არის? მეწაღე. ვერ დალაკი მგონია, სულ მე ვიხსენ დალაკი პარიგვახმი. მეწაღე. რომელიც წარმოიდგინე ქუთაისში ცენტრში ცხოვრობდა და თავი შვილები ორივე გამოუშვა რომ სამივე რო აქ ესწავლათ. თან კიდე მაგარი ისტორია ჟორა. ქართველი მეწაღე პირველად გავიგზი ერთადაც უსამხები არის. ანუ ხვდები რომ გემუნები 40-იანები. კიდე ერთ რაღაც მოყვი ჟორას და მე თვითონაც გავაგზავნე. просто გენიალური ისტორია. იყო მედიკი მეორე მსოფლიო ომში. ვა, ზოგო? და ნუ ვიღაცა ერთ-ერთი ისე სანამ მაგას მოყვები, просто ანუ გააზრების პონჩი რა, აი ჯარისკაცობა ხო სიგიჟეა და წამრთულია და ნუ ხო ხვდები, ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდე და მოკვდე და თვალწინ შენ ძმაკაც თავი მოძრეს და ფეხი მოძრეს და რაღაცა და მედიკი რო ხარ. უფრო მძიმე არის. ყველაზე მძიმე არის, წარმოიდგინე. კი. ანუ ესე შენ რო იბრძვი და ადრენალინში ხარ, ამდენ სიკვდილს რო ხედავ, ანუ შენ მაინც აგრძელებ და იბრძვი და რაღაცა და მედიკი რო ხარ, ყველა სიკვდილს, ანუ პირდაპირ შენ ხელში ხდება, წარმოიდგინე რა. ტიპი ფეხმოგლეჯილი უცებ რო გდია და უნდა შეაფარო სადღაც და ხო არა ჭირო და ის ძვალი გადა ანუ ვაფშე რა ვიცი მე რა ანუ PTSD ჩემი აზრით ჯარისკაცებს როგორც აქვს ეგ ხო ერთი არის და მედიკებს უფრო აგრესიული იქნება წარმოიდგინე ჯერ ექიმობა როგორი რთული პროფესია არის და რა სიგიჟეა ჯარისკაცობა როგორი რთული პროფესიაა და რა სიგიჟეა და ორივეს ერთად რო აკეთებ მედიკი რო ხარ დაუფასებლები არის ძალიან დაუფასებლები მედიკი ნო უნდა იყოს მედიკ იმებს ჯარისკაცებზე რა უფრო ხალხში ნახოთ როგორი მართლა ისეთი ხალხი არის respectable დიდი რესპექტი მოკლედ მე ჩემგანაც თქო და ისტორია რა ხი არის გადააჩინა კაპიტანი ერთ-ერთი რა და ნუ ხვდები ამან ქუთაისელეო ამან ქუდი აჩუქა მადლობის ნიშნად კაპიტანმა ხო ამან ქუდი გაეკეთა და მამა ჩემი როგორც ყობა ეგრე არის გამოვიდა ამ მეტ პუნქტიდანო
და სნაიპერები იყვნენ როგორც ჩანს რა და ქუდითო ეგონათო კაპიტანი იყო და ნუ ეს როლი 9 წვია გაუშვეს გადარჩა დამაცადე შესათხარ და ხუთები ნუ ამ მეორე სოფლიო ომის დროს იმდენი ადამიანი მტებოდა რომ პროსტა ამოთხილი ქონდა ეს წერტილი და აგდებდნენ სიგიჟე მაგის გისხავდა თანაშემწე ყავდა რა მეორე ტიპი და სულ ესმის კუნისი აი კუნესა ესმის რაღაცის რა და უცბ ხუთები ამ ხალხში იმაშვება და ხედავს რომ ჟორა ამოყავს და ეუბნება რომ თუ ცოცხალი ხარ დაახამხამე რომ დაახამხამე და დაათრის 9 წვია ტიპს მოხდა გულამ 1 წვიას და 2 მილიმეტრით იმენა გმირი რასაც და თან ყოველდღიურად რომ კარმენ მღეროდა აუ რა საინტერესო ტიპი ყოფილა წარმოიდგინე წვერებს სამდე იპარსა მამაჩემი ამათ ცხოვრობდა და სამდე რო იპარსა და წვერს კარმენ მღეროდაო იმენა რაღაცა საფილმე პერსონაჟი რა და იმდენად ეთერი ვეღარ იტანდა რომ სულ ესმოდა რომ რაღაცა შედიოდა და გაჭუნდა კაი კაც რა ეკნა ერთადერთი საშუალება რომ ეკეთებინა იჟრას ყველაზე მეტად ევასება სახში სიმღერა იყო და სახშიც აღარ იმღერა კაცო და მამაჩემის ბაბუა ეს ჟორა იყო ძალიან გამოჩენილი რექტორი ამ სამეცოს ქულებს უწერდნენ ამას არ შეემოვა თელეგრამე იჯდა სწავლობდა და რაღაც 22 წელს რო გავხდი დავიწყე ლექტორობა თან 18 წელი მუშაობდა ჯერ იმაში იყო ეს სასტრაფოში მე ეს და აი უკვე 22 წლის თან დაიწყო მუშაობა ლექტორად თან ისქნა იმაზე იყო რა ქვია ღამისმენაზე იყო ბებიაჩემს აქტად აგოჩი გადაწყდა ბებიაჩემიც ექიმი იყო ბებიაჩემი მანაფაკაძე იყო ძალიან კარგი გინეკოლოგი როგორც ზამერ ჩემ მეგობრის შობლები მაგანის მიიღო და როგორც ვიცი გინეკოლოგიაც მაქენა მომდა იმ ბოჭო სულ ეგენის ვამდა გინეკოლოგიის სასტავის ვამდა და აი პონტია კი და ეხა არ ვიცი თუ არა ვიდეო სხვა ხილის ჩემ მეგობრის ვიდეო რა არის გენიალური სხვა ხილი ქვია ვიდეოს კომპანიას ქვია სხვა ხილი არის ვაშლის სიდრი შემოვიდა ანუ ქართული დიდი ხანია ასეთი ბოლო 3 წელია არ სად იყიდება ანუ რამე სპეციალურ მაღაზიებში იყიდება რაღაცეებში გაიტანეს გავარკვე ანუ ხა ეს ნიკორაში არ შემხვედრია და სპარში და გაგირკვევა რა და ევასება და სიდრი კაი რამე ვაფშე გაგაც იკულის გაგაცო ისე დამეგობრდებით ეს მუსიკის მაგის ბასისტი გიყავ ბასისტი რო ყავით მაგის ბასისტი ვიყავ და დრამერი იყო ეგ ვიზეთ გეუნები მამაჩემს ეს ყველაზე კარგი ინსპირაცია გენყოლს გია ბუჯირი ვიცი რაც კაცი არა მაგისი შვილიშვილი მიშო არის ჩემი ძალიან ახო ძმაკაცი ახლა εγώ და არ ვიცოდი მე გაერკვა რომ რაღაცა მამაჩემი ის მე მეგადაება რა შვება გია შვილიშვილი რავი ცოლი მოიყვანა თუ დახდეს წინ და ანუ იმაზე ვიმები რომ ძალიან მაგარია ჩემი აზრით ჩემ მეგობარზეც უნდა მაგ მაიკია ერთი გენიოსი არის ამერიკელი არიზონაში ჩააბარა აიდან გაიცანი ამერიკელი ტიპი ის ამერიკაში ვისაც ვიყავ მამაჩემს ნათლული ხო იცი მაგის მაგაცია ძალიან ახო კლასელები იყვნენ და ეხლა ცოტა აი რომ წავიდა 2017 ჩამოვიდა რომ წავიდა ელექტროინჟინერიაზე ჩააბარა არიზონაში ხო თან full scholarship დაფინანსება და რამე ყველაფერი და ერთ თვეში ისე მაგრამ მოეწონა ლექტორს რომ აიყვანა როგორც თავისი პროტეჟე ხო გამოუშტერა და ფულსაც იღებდა ამ ყველაფერში მეთქი ძალიან მაგარია საღო ასწორებს ეგ მაგარია ხვდები იმდენად მართლა გესმის შენი საქმე რომ ძალიან პატარობიდან შეგიძლია უკვე რაღაც პოჭი ფულიც იშეო ბიჭო ხო ეგ არის ჩემი აზრით ძალიან დიდი გამართლებაც მათ შორის რომ აი ბიჭო არა რას გულისხმობ ოღონდ იცი ის პონტი ნუ ეგეც რა თქმა უნდა რომ ხო ხვდები ანუ ყველაფერს მარტო ესე შენი შრომით ვერ მიაღწევ რა ძალიან ბევრი ტიპია ვინც ძალიან ბევრ შრომობს მაგრამ რაღაც სწორ მომენტში სწორ ადგილას თუ არ აღმოჩნდი შეიძლება ხო ხვდები არ გამოგივიდეს მაგრამ გამართლებას ხო სხვა პონტში ვიძახი რა ანუ ცხოვრებისეული გამართლებაა როცა მალე მიაგნებ ისეთ რაღაცას და ისეთ საქმეს რომელიც მართლა მთელი გულით გიყვარს და გევასება და ბოლომდე მიყავს და მაგაში პროფესიონალი ხდები წარმოიდგინე რომ აი შენი ყოველდღიურობა რო არის ეგ რო რაც ყველაზე მეტად ქსიამოვნებს გევასება და თან მაგარი ხარ და კარგად აკეთებ მაგას შვები რა when you love what you work it's not work ბატონო ერთი დღეც არ მუშაობ მართლა ეგრე არის და რავი რა ძართულია მომენტ ეხა ესე რო ფიქრობ მაგრამ ყველა ადამიანმა რაღაც პონჩი უნდა ეცადოს ალბათ რომ ეკნას მაგრამ ხო ხდება შე შემთხვევაში ვერ შვები მაგას პროსტა რა კი მაგრამ მე ამ ბაბუაშენის და კარმენის არ იყოს ბაბუაშენის და ბაბუის და გაწმებული ვარ ის ექიმობა ძალიან მაგრა ევასებოდა
ბევრად გაუსწორდებოდა ლუჩიანო პავაროტისთან ერთად იქ რაღაცა უბრალოდ გარე ოსოლემიო და ოსოლე მე ვერ მოვესწარი სამწუხაროდ ვერც მამაჩემს მამას ვერ მოვესწარი მაგრამ მამაჩემის აი ქუთაისლები ქუთაისლები ბიჭო ჯო რაც ქუთაისელი იყო სხვა კლასია რაც ქუთაისელი იყო თან და ესეც მაგარი კაცი იყო ვაჟა მაგარი თავის დროზე 80-იანებში დაიწყო იტალიური ვილის შენება სად ქუთაისში რასი ძახიდო არ მოიგინე ტიპის ქუთაისში რაუბანში ხო არის არ ვიცი მაგრამ ტიპი რა სად იყო წარმოიდგინე 80 წელს რომ იტალიურ ვილას აღენება მაგარი ტიპი იყო და მამამისი იყო მეღვინე ძალიან ცნობილი ისე ფულიანი მეღვინე რა ვასილ სინაურიძე ბიძა ჩემი ვახეულიმსა შენ არიცი აი თქვენ წარმოშობით ხო ქუთაისიდან ხარ და სად გქონდათ სახლი ან რაღაცა ეგ რაღაცა სახლი ვიცი გაყიდეს просто ხო და აი ან რაუბანში იყო ან რაღაცა აღარ მაქვს საზა მითხრა და გაარკვიე მე და ავიდეთ და ვნახოთ მაგრამ ქუთაისში რამდენი მელოდება ჩემიაცა ქუთაისში ჯამო და ეს გემო ყავდა კიდე ამ ბაბუაჩი ხო ბიძაშვილი ძმასავით ჟორიკა რომელიც მაგას დიდი იყო რამდენიმე წლით და ჟორიკას ვიცნობდი საწოლოხს გარდაიცვალა და ნუ ბოთხორ ცხოვრების ბოლოში დემენცია შაქარი რაღაცა რაღაცა ჩვენთანაც სახში მოსული აჩო ჩუმად იქით გაიყვანა სამზარეულოში კახური კაიღვინო დავს ხა დაალევერა და ეხო კაიღვინო არის არაო ჩიგარი რატო ახელები იღებენ ყურდოს და ღვინოს აკეთებენ აი ბაბუა შენიო ძმას იღებდა და ღვინოს აკეთებდა აი ეგა მაგარია ისე გამეციდა მაგარი მადვიჯეკი თა ხოთები 17-ის ვარ ჩიგარი ვიცინე იმდენი ვიცინე ჩიგარი ყოფილი ჟორიკ ბრავო ქუთაისი ძალიან მაგარია ბიჭო ძალიან ის არის რა აი ჩვენ თაობაში ძალიან ბევრმა არ იცის რეალურად მართლა რა მაგარი ქალაქია და ნუ არც არის რეალურად მაგათი ბრალი რა ძალიან underrated ქალაქია underrated ჩემი აზრით ქუთაისს просто სახელი გაუფუჭდა ბიჭო სახელი გაუფუჭდა და ძალიან მარტივი მიზეზი აქვს მაგას ნუ ეხა ის ალბათ ბევრს ექნება გაგონილი რომ ჩვენი მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისში წერლების, პოეტების და გამოჩენილი ტიპების აბსოლუტურ უმრავლესობა განვითარების და კულტურის დედაქალაქი იყო წარმოიდგინე. ბიჭო, ხო, და თან წარმოიდგინე ხა დღეს ესე უცბად ნებისმიერ გამლელს რო კითხო, ვინც არ არის ქუთაისში ნავყოფი ან არ ყავს არავინ ქუთაისელი ან არ გაუგია ბევრი რამე, ყველასთვის ასოცირდება იმას და სიმონ აკანი, ბლატაო. ან რეფლექტორი. ან რეფლექტორი, ხო? ნუ ეგ კიდე კარგ შემთხვევაში რეფლექტორი და ეგ ბიჭო ძალიან ის არის რა, ცოტა ამ კომედი შოუებმა რაღაცეებმა მაგანაცქნა რა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სკეჩი და რამდენიმე ძალიან რეალურია. ან კარგად აქვს გაკეთებული, მაგრამ ნახე მთავარი პრობლემა რა არის ქუთაისის. მე ჩემი თვალით დანახული ხარ. მთელი ჩემი ოჯახი ყველა ქუთაისელები არიან რა. დედა ჩემიც, მამა ჩემიც, მაგათ მთელი სამეგობრო და წარმოიდგინე 90-იანებში ძალიან დიდი გაჭირვება და უბედურება რო იყო მთელ საქართველოში, ხო? ნუ თბილისთან შედარებით ოდნავ უკეთესი სიტუაცია ქუთაისში იმიტომ იყო რომ იქ მხედრიონი არ იყო და ქუთაისში სროლა და ეგეთი უბედურებები მთლად ეგრე არ მიდიოდა რა მაგრამ უშუქობა გაჭირვება და უბედურება იქაც იყო რა ძალიან ისე და წარმოიდგინე მაგ პერიოდში ქვეყანამ ნელ-ნელა დაალაგება რომ დაიწყო ადრე ქუთაისში რაღაც პონჩი საუნივერსიტეტო დედაქალაქიც იყო რა ანუ ძალიან მაღალი დონის განათლება იყო იქ და დღეს ახლა მთავარი მიზეზი რატომაც ახალგაზრდები ქუთაისში არ ჩერდებიან არის ის რომ თითქმის ყველა უნივერსიტეტი თბილისშია და სკოლას რო ამთავრებენ ხვდები რა, ანუ კი შეუძლიათ ქუთაისში სიტყვაზე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ცოტა ხნის წინ ის ტექნიკური რო გახდეს, მან ჩააბარონ, მაგრამ თან ის მომენტი ქუთაისის ისა ქუთაისის ტექნიკა ახალი რა, კამპუსი რო აქვს და რაღაცა. თან ის მომენტი აქვს, რომ ხვდები ქალაქის შეცვლა უნდათ, იმიტომ რომ იმ ქალაქში არაფერი არ ხდება, იმიტომ არ ხდება არაფერი, რომ ყველა მიდის მაგ ქალაქიდან და ისე მაღაზიაზე მივდივარ, რომ წარმოიდგინე დედა ჩემი და მთელი მაგისი თაობა საიდან იწყება ეს ჯერ კიდევ 90-იანების ბოლოდან რა. რო დაამთავრეს სკოლები, ანუ ვინც ისეთი პერსპექტიული ტიპი იყო და უნდოდა კარგი განათლების მიღება, აუც უნდა წამოსულიყო. იმიტომ რომ პროსტო სიტუაცია არ იყო. ნათია რა არის პროფესიით? ინგლისურ ცოდნაა რა? ბიჭო, ნათია, საქ რამდენიმე პროფესია. ხო, ფილოლოგი თუ რაღაც არის, მე მგონი. დოქტორ, კარჩე, სადოქტორო აქვს ჩაბარებული რაღაც ფილოლოგიაზე თუ რაღაც ეგეც. ბაკალავრიატი რაღაც ენათმეცნიერებაზე, მაგისტრატურა საჯარო მმართველობაზე და დოქტორანტურა ფილოლოგიაზე თუ რაღაც ეგეთი რა. ლიზა ხო იცი ინგლისურის ენის ცოდნაა რა. ო. მოიყევ ეგ თუ. ხო, მაგრამ მე არ დამთავრებია ჯერ ასე წყვებოდი. ვიტყვი უბრალოდ თქვი ხო. და ნათიაზე გავხსენე სილოა.
მთელი თავის ცხოვრება ხვდები ზამს, ინგლისური კარგად ვიცი და ამერიკაში ხო სწავლობდა ცოტა ხანი. სწავლობდა 14 წელი იყო, მაგრამ მუშაობდა ამერიკაში ძალიან ხანი. ეხლა ეს ვზივართ მეგობრები, ბავშვებს მეგობრები, დედებიან, მამებიან და თქო გადავს, რომ ბიჭო, მთელი ჩემი ცხოვრება ინგლისური მგონია რომ ვიციო და დღეს მიწევს რომ სანამდე იმეილს გავაგზავნიო, ამას ჩაუგდო. გრამატიკულად შემოწმებინო და მე გავაგზავნო. სკანში გადის და ხო, სკანი არის. დასტურებს ლიზა რომ სკანი რამე არ წოხარ, რაღაც ხუთები მართ რაღაცას ვეტყვი. მე ვიყავი დედაჩემთან ეგრე ძალიან დიდი ხანი, მაგრამ ნუ რაც AI გამოვიდა მაგის მერე ChatGPT-ს უკვე. რა ძალიან კარგი სკანი იქნება ჩემი აზრით, იმ პროცესში რომ ძალიან ძალიან მაგას აკეთებს ეხლა. მეც ხო მითხარ, მე ხო ჩამითვალეს მაინც ჯიპაში და მაინც თუ გადიო მეთქი, კაი, 12 წელი მივიცი ამერეთაში, რამე სხვა მინდა. ხო, და სამოდი ქუთაისზე. რასამოდი ქუთაისზე. ხო, ბოლოს იმაზე გავჩერდი, რომ ხო, კარჩი, მთელი ეს თაობა ამ პროგრესული ტიპების და ისეთი ტიპების, ვისაც განათლების მიღება უნდოდა და რაღაცა პროფესიის დაუფლება კარგად და ნუ რაღაც განვითარება, მოუწიათ თბილისში წამოსვლა რა. და ქუთაისში როგორიც სვლა ხდება დღემდე იცი, ახლა ცოტა არ მინდა ისე გამომივიდეს, მაგრამ ნახე, ქუთაისის ირგვლივ არის ძალიან ბევრი სოფელი რა. თბილისის ირგვლივაც არის, მაგრამ თლად ეგრე არ არის. აი იქ როგორ არის, იცი, ქუთაისიდან როგორც კი გადიხარ, რამდენიმე გასასვლელი აქვს რა. ეგრევე როგორც კი მთავრდება ქუთაისი, იწყება რაღაც სოფელი, ბანოჯა დაუშვათ რა. ჩემი სოფელი არის ახლოს ის რა ქვია. მე რა ქვია. ის თერჯოლა? არა, თერჯოლა, რაც გეტყვი. რო გადიხარ გზაზე. წყალტუბო? წყალტუბო სოფელი არ არის. ქუთაისიდან გამოხვალ და ბათუმისკენ მიდიხარ. სამტრედია? არა, ქალაქია სამტრედია და ოქროყანა. გეტყვი და ფარცხანაყანები. დამაცად. არა, ეს დიმი. დიმი შეჩემა ქუთაისიდან ძალიან შორს არის, რასაც. დიმი არის ბაღდათის საირმისკენ ვახტი მიმართულებით. დიმიდან იყო. ხო, ნუ პოინტი სხვა ამბავია რომ ნახე. ქუთაისიდან უცებ კამანდა გაიზარდა, ჩააბარა თბილისში. ირგვლივ სოფლებში კამანდა დაამთავრა სკოლა, ვინ შეძლო წავიდა თბილისში და ვინ შედარებით მაგდენი ვერ გაკეთდა, ჩამოვიდა ქუთაისში და ანუ ცოტა ისე არ მინდა რომ გამომივიდეს განად რამე საწინააღმდეგო მაქვს იმ ადამიანების მიმართ ვინც სიტყვაზე სოფელშია გაზრდილი და იქაურები არიან, მაგრამ ხო ხვდები ანუ განათლების დონე, მარტო განათლების ამბავია ეს ახლა დიდ ქალაქში გაცილებით უფრო მეტია ხოლმე ეს სტატისტიკურად ფართო მასშტაბზე რო აიღო ვიდრე სოფელში რა, ხო ხვდები ბევრი ფაქტორის გამო ახლა მაგის ახსნას არც არის საჭირო რა. ხო და მაგიტო ეგ ცვლა წარმოიდგინე 90-იანებიდან მოყოლებული მიდის რომ აქ ტიპები მოიხოდნენ, წამოვიდნენ თბილისში, იქ ტიპები მოიხოდნენ, ჩავიდნენ ქუთაისში. და ის პონტი რომ ქუთაისში აი ესე ლაპარაკობენ, ანუ რა თქმა უნდა თავისებური დიალექტი აქვს, როგორც ბათუმს აქვს, ქუთაისში. არა, აი ბათუმზე რა არის? იცი, ბათუმის დიალექტი მაინც სოფლებიდან ჩამოსული ხალხის არის, თორემ ბათუმური და აჭარული მაინც სხვადასხვა არის რაღაც პონტში. აი ბათუმური, ნახე ბათუმური. აი მე მოგასვენებ რო ჩამოვნენ. ხო და ნახე სადამდე მივდივარ ეხა დღეს რაც ითვლება ამ ქუთაისურ აქცენტად რეალურად ძირძველი ქუთაისური აქცენტი ეგ არ არის. იმიტომ რომ არც ერთი ბებიაჩემის მეგობარი სიტყვაზე და დედაჩემის დაქალების მშობლები და ეგ თაობა ეგრე არ ლაპარაკობს. არც ერთი. ანუ არასდროს ბებიაჩემისგან არ გამიგია რომ იქანა აქანე, იქინე რაღაცა ეგ პონტი რა. ანუ თავისებური აქცენტი ასნია ქონდა ქუთაისური რაღაცნაირი რა ისეთი აი ნახევრად აი რაღაც სუბუქი ლაპარაკი, ნახევრად ხუმრობით რო ლაპარაკობს ყველა სულ და აი რაღაცა ზედმიწევნის ზრდილობით და პატივცემულო მობრძანდით, დავძანდით, დაბა ისე ქენით, მაგრამ აი ის რომ რაღაცა გამევედი იქიდან და წევედი იქანე და რაღაცა ეგ ცოტა იქით მოი. ხო, ანუ ეგ ცოტა იქიდან წამოსული ამბავია და ხლად ეგრე არ იყო რა, ანდრე რა. ბებიაჩემის მამი და ყველაზე უმცროსი იყო ცოცხალი და ცოცხლის გარდაცვალა მერი. საწყალი მამუკაც გადამეცალა. აი შვილი უმაღლესი კაცი და ხოთები ანუ მერი კარგად მახსოვს და ნუ ქუთაისელი იყო თავიდან ბოლომდე. მე მამუკაც რო ეგო ეგეთი არის რომ უბრალოდ ლაპარაკობ. მერი ისეთი ლამაზი ლაპარაკის მანერა და აი ქუთაისელი ხო იყო, მაგრამ იმდა ჭკვიანი. ხო და აი ნახე, ეხა რაც ქუთაისელი ხო იყო, ეგ არ არსებობს არ. ქუთაისელი რო იყო, კაკა, ეგ უნდა, ანუ ეხაც ეგ მინდა გავუსწრო, აი ბიჭო, იმდენად მაგარი ტიპი იყო. ის მართლა თან ხოთები მახსოვს მე 70-ის უკვე არა 84-ის იყო გარდაიცვალა. და მე ხა ძალიან შორს წავედი ბებიაჩემის თაობა კი არა დედაჩემის თაობაშიც არც ერთ დედაჩემის დაქალი ეგრე არ ლაპარაკობს. ალამაზ ლაპარაკობს.
რამდენი ქუთაისელი იცი? ხო. ჩემი ბიძები, აი ქუთაისლები არა, დავიდა ბოლომდე 43, 41, მეორე ხო, ის არის. უფრო ჩემი აზრით, ეხლა ჩვენი თაობის პრობლემაა. თქვენ ქუთაისელები ვართ, ჩვენ ცოტა გვაწუხებს ის პონტი, რომ ხალხის უმრავლესობას ცოტა არასწორი წარმოდგენა აქვს ქალაქზე რა. კი. იმიტომ რომ წარმოიდგინე აქ რო ტიპები ავტომატებით დარბოდნენ, ქუთაისში ჰიპ-ჰოპი იბადებოდა და ბრეიქ ნახეთ ან ოღონდ რა უნდა გავითვალისწინოთ ისტორია, ხო იცი? რა უნდა გავითვალისწინოთ? წარმოიდგინე ქურდული სამყაროს 80% მაშინ განსაკუთრებით არიან ჯერ ხო ქართველები და ის 75 ქუთაისლები. ანუ ძალიან დიდი გავლენა ქონდა იქ მაგ მენტალიტეტს, მაგრამ მაგის მიუხედავად ვაფშე არ იყო ის პონტი, რომ არ ტეხავდა ის რა, ანუ ჩაჩებით და რაღაც ოვერსაიზ დანსაცვლით ბრეიქ დანსი ყავდა. ჩამოიტანა ბრეიქ დანსი. ბაჯუ. ხო, ანუ ძველი ბიჭი თუ კიდე ბაჯუა მაგარი. ხო, ანუ ეგ პონტი არ ქონდა ხა თბილისში რომ მაგდროს ბრეიქ დანსი ეგეცეკვა, ანუ ხოზე არ ჩაიგდა შენი ბაჯუს ვიდეო. ის არის დადადადიანი სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე, ეგ სასტავი არიან. პროექტი ქონდა Georgian Dance Empire და ცანგალა და გოგონა რაღაც თავის ქავერი გააძა. ეს რომელ წელს? ეს ალბათ 90-იანი, ხო? 90-იანი. და ხოთები ესენი მღერიან და ბიჭო რაღაც მომენტში კადრი ვიდის ვიღაც ტიპს რომელიც ეკავს. ვიდან ეგდები ბაჯუ. გამოვიშტერდი მეთქი ბაჯუ. ხო და წარმოიდგინე ხა რამდენმა ადამიანმა არ იცის მაგის შესახებ რომ ქართული პანკიც ქუთაისში არის დაბადებული, ქართული ჰიპ-ჰოპიც ქუთაისშია დაბადებული. და ძალიან პროგრესული ქალაქი იყო გავიქცე. ათაობა. თუ ყველაფერი გარდა და გინდა ვაფშე ჯერონიმო მოვიყვანო? ბაზო რობი შეგვიძლია მოვიყვანო. დედაჩემ იცი რა კარგად იცინო? ვიდეო დარბევას ებროთად. იცი რა მაგარი კაცი არის. რაც აი რაღაც ინტერვიუ მე ხო ამ ჟურნალისტში ხო ვიყავ მუსიკის და ეს გოგო როგორც მიყვებოდა რობიზე რომ ინტერვიუ რო ქონდა რაღაც აუ კარჩე. მაგის დაბადების დღეზე ვარ ნამყოფი რა ერთხელ. სადაც მაშინ ვიყავი ალბათ 15 წლის რა. და ანუ ჯერ მარტო იმიტომ რომ პატარა ბავშვს მაგდენი ყურადღება მომაქცია და მაცადიშვილო გეიცი იქით ანუ ეგ პონტი რო არ ქონდა მარტო მაგიტო ხო ძალიან მაგარი ტიპია და მე ან რა იუმორი აქვს ან როგორი ჯიგარი არის ან რამდენი ამის მოყოლას ამას არის მე ვაშ თუ ეგრე ახლოს ბიჭო მოვა უეჭველი რა დედაჩემი კარგად იცნობს და რომ ანახოს რაღაც ჩვენი ეპიზოდები და უთხრას რომ აი ორი ახალგაზრდა ტიპი თან მუსიკა რაღაცა თან გამიხსენებს ალბათ რა მაშინ უნდა ჯერონიმოსთან მე ისე ხო მაგაცები ვარ დაურეკ აუ შემჭირდა ქნათ ყველაზე მაგარი აგერ ვამბობთ ეკოს მოვიყვან ხო საინტერესო იქნება ძალიან ეკო მაგარი საინტერესო იქნება ეკოც გაიქნება დათო შეგვიძლია ტურაშვილი მოვიყვანო ტურაშვილის როგორ მე რაღა მოდი ნუ გავიწყდეთ ეგ ჩვენთვის და მაყურებელს მე სიურპრიზად თან ნუ რავი მე ალბათ თვითონაც გთხოვენ მაგას ხო და აუ რაღაცის თქვა მინდოდა წეგან და აზრი გამიწყდა ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის შენებელი აი ბოდიში აი ერთი მასშტაბით და ნუ ძალიან ბევრიც აღარ ვილაპარაკოთ მაგაზე რომ მას ხალხს არ მოწყინდეს შენც თქვი რაც გინდოდა და მე აი ქუთაისიდან მე სხვა რაც აზამინა ხო აი მაშინ ბოლო თემას ქუთაისზე მე ვიტყვი კონკრეტულად ჰიპ-ჰოპზე რა ნუ ეხა კი თქვით რომ რაღაცა ქუთაისიდან წამოვიდა ჰიპ-ჰოპი მაგრამ თლად ბოლომდე ქუთაისში დაიბადა მე მგონი ეგ არ არის სწორი იმიტომ რომ თბილისშიც მაგ პერიოდში ბევრი რამე კეთდებოდა ძალიან რა მაგრამ იმ დღეს უსმენდი რომელიღაც პოდკასტს სადაც ამ ქართულ ჰიპ-ჰოპზე მიდიოდა ლაპარაკი ხო ნიკოს ყავდა ერთ-ერთი სტენდაფერი არის ისა რა ქვია მაგ ტიპს მურთაზი იცი გვარი არ მახსოვს მაგ ტიპს რა ეს სახელი რა ცოტა გავხდარ ტიპი რომ აი სტენდაფერია მე რო ვიყავი მაგ დღეს რო მე რო ვიყავი მაგ დღეს რო გადავოდა ხო ეგ ტიპი ყავდა სტუმრად და ნუ როგორც ჩანს ამ ტიპსაც ძალიან უყვარს ჰიპ-ჰოპი მაგებზე ბაზრობდნენ და გაგრას მაგ მურთაზმა თქვა რომ მაშინ მე რო პატარა ვიყავიო და პირველად რომ მოიხოდა ეს ჰიპ-ჰოპის ამბავიო ქართული ის საიდის და ვესტ საიდის შედარება იყო რომ ქუთაისში ვესტ საიდი გამოდის და ნუ თბილისი ის საიდი და თბილისში ეს ტიპები რომ რეპავდნენ აი სუ იყო რეპი იმაზე რომ გაგიხვრიტო სუ ხელს გამოგჭრი შენი დედა აი რაღაც ხო ხდებიან ძალიან აგრესიული და ძალიან ისეთი რომ აი სუ მოგკლავდა და განგსტერ რეპ და რაღაცა აი რაღაცა ის და ქუთაისში უცებ ნანანანანი მე ქუთაისელი ვარ ნანანი აი ხო ხდები უბრალოდ დავე პრინციზმები ძევლები და ჯერონი ანუ სუ იმაზე რომ ხო ჩვენი რო გაიგონა იკაირფო და ანუ ყველაზე ხარ ბიჭო ვაფშე რა რო შევიარია ხო ამ დროს შენ რო თბილისელი ხარ და პირველი ეს რომ მოისმენ რო აქ გახსნი შუაზე და შენ შევჭამ და რაღაცა ეგეთ პონტი რო არის და
უცბარი იქი ტიპები სიმოაზე ხარ. ჩვენ რომ გაიგე. თქო ლოურაი სოფტოგური ესთეტიკა რა ლოურაიდერი და რა შავი პრინცი და რამე რა. და ეგ იმ ეხლა დავამთავრებ პარემატს. თვითონ ქუთაისის ხასიათია ეგეთი. კი. სუბუქი ქალაქია, ხვდები? აი რაღაცნაირი ჯიგარი ქალაქია, აი რეზო გაბრიაძეს აქვს ეგ პატარა ის. ხო, ერთმა აცხონოს რა მაგარი კაცი იყო. ქუთაისელი ასევე გენიოსი კიდე ერთი. მაგას აქვს რაღაც პატარა ის სტატია თუ რაღაცა უწერია კაროჩ ქუთაისზე მთლიანად ახლა თქმა უნდა არ მახსოვს, მაგრამ ყველაზე მეტად რომელი ფრაზას დავამახსოვრე და იყო ის რომ ქუთაისი ვარიო მსუბუქი ქალაქიო რა და მართლა ეგრეა, იმიტომ რომ რო გადიხარ, როგორც არ უნდა უჭირდეს ხალხს და როგორც სულპონჩიც არ უნდა იყვნენ, მაინც სულ ხუმრობის ხასიათი არიან, მაინც სულ ხელგაშლილი მიგიღებენ, მაინც გაგიღიმებენ და აი ეგ აურა და ატმოსფერო არის. მე მგონი ეგ ჩვენც ეგ ხასიათი, ჩვენ იუმორის გენეტიკა. ქუთაისელი. აუ ქუთაისის და ხასიათზე გავხსენ და წელს გავიცე. წეღან რაღაცის თქმა რო გინდოდა თუ მე ქუთაისის თემა დავხუროთ კარგი. ხო, ამას მოყვები და ნუ გავიცანი ქუთაისის თემა დავხუროთ. პიზა ჩემის მაგაცი, ვატომას პიზა და მაგით მაგაცი გავიცანი ნიკუშა, მაგრამ ხე გიჟის. ნო, მაგარი კლიჩკა. მაგარი კაცია და მაგარი კაცი იქნება მოჭველი გიჟის. საყოველესი ადამიანია. ქუთაისელი. ქუთაისში ეგ სხვა შორის ცნობილი მეცახელია, მე ვყავდა უბნელი, სამი უბნელი მყავდა, ერთს გიჟი ერქვა, მეორეს საგიჟე და მესამეს რაღაცა, გიჟის კიდე ერთი ფორმა რა. და თერღა დავარარო ამას ვატოს, ყავს ტყუპები, რომელიც 6 წლის თუ 7 წლისები არიან რა. შვილები, ხო? ხო, ტყუპები. და ეხლა წამოვიდენია მე, ნუ 2 მეტრიანი კაცი, ნუ ისიც 40 წლის გიჟი, გავარ და ფეხბურთო თამაშებით. ნუ მეკარეები ვარ ჩვენ. ხო. და ეს ბავშვები დარბი. ბავშვები დარბი. აი ხუთები, უბრალოდ ლოგიკურა რომ დააკვირდე, ბავშვები თამაშობენ ერთობიან და ამო ჩვენ უფრო ვერთობით გადაობაში. ასნია, რამდენჯერ გონია. გორ ვერთობოდით. ანუ ეხა კი შეგიგდებდა რა, ვერ შევიგდებდა. მაგარი ასე. მაგარი როგორ გავერთებ, იცი? ძალიან კაი. და მანამდე რაღაცის თქმა გინდოდა, მე რო გითხრა იმას დავამთავრებ მეთქი ქუთაისში. აი რა ხე? რას დავაკვირდი? აბა. ქუთაისში ხო რაღაცა ისეთი ხალხი არიან, ასე ლაითი და ესე. თბილისელები არ მელაპარაკე. რატო არა, მაგრამ თბილისელები მე სხვა პოდკასტი დავუშვე და რაღაცნაირი ხალხი არიან, ჩემი აზრით. ბიჭო, ხო, ნუ გააჩნია რა ეს. თუმელები, იმენა კუბელები არიან. ეხტები რა, დაახლოებით მივხვდი ახლა. ტროპიკული პონტი და რაღაცა. ჰალეიდა. დამიფუშეო ცლარიანი და კოფედა. It's ძალიან კაი, ვაფშე ყველა Tropicana drinks are free. იმენა გვანდი. ყველა ქალაქს და ყველა კუთხეს. თან პატარა ქვეყანა რო ხარ და ეგეთი მრავალფეროვანი პონტი რო გვაქვს, აი ძალიან მაგრა ასწორებს რა. ეგ არის ჩემი აზრით ძალიან კარგი. ანუ ქვეყანას ჩვენ ხალხი ერთმანეთს მიყვარს ეგ პონტი მარტო არა, ის არის რომ პროსტა რამდენად მართლა ძლიერი უარს რომ ხვდები ჩვენი ინდივიდუალიზმი ყველა გვაქვს რა ჩვენი შენარჩუნებულია თან და იმედია ეგრეც დარჩება რა. პროსტა აი თავარი მომენტი რა არის იცი რომ ნახე აი ქუთაისის მაგალითზე რაც თქვით ამ სტერეოტიპზე რა. ხა ქუთაისი მე მეხება პირდაპირ და მაგიტო დავიწყე მაგაზე ლაპარაკი თორე ალბათ ყველა ქალაქზე ეგრე არის და უმრავლესობას გონია რომ ხო ხვდები თბილისის გარეთ ვაფშე ცივილიზაცია არ არის და რაღაც სოფელია ყველა და არ არის ეგრე სიამბილეში რა. ვაკელები ვართ ორივე. ხო. რამდენი ვაკეა მაინც რა ვაკის იმაში არის. რა ქვია რამდენი просто ხოთები უნივერსიტეტში ხალხს რო ვიცნობ ხოთები ვიღაცას აბურთალო ვიღაცა ესეთ რამდენი გამიგია ვაკელურ სტერეოტიპებზე იცი ეს კი კაი ხალხურ სტერეოტიპები რა დოგავთ ყველაფერზე ბიჭო ნუ გასაგებია ძალიან ეგეც რა კი ხო მაგრამ ყველა ხო ანუ მან ჩცდმ ძალიან დიდი როლი ითამაშა რა იცი როლი ითამაშა ბიჭო ბევრი რაღაც აკაიფოდ გააკეთეს მაგრამ აი რაღაც მომენტების ზედმეტად გადაშარდა ეხლა ნაცყვეტები მაგაც მე მიყვარს ძალიან უყურებდი მაგრამ აი ხო ხვდები რაღაც მომენტები აი ძალიან გაშარჟება იქნება რაღაცებს დაბრაცებნე ხო მაგრამ ნუ აი სერიალია რა ხო ხვდები მაგასაც ვერ დაძრახავ რომ არ უნდა იყოს ეგრე სერიალია რა ხო მაგრამ მე აზრს ვანებები იცი ანუ აი მართლა ის სტერეოტიპი ანუ აი ყველას რო იმაში რა ქვია იმაში რა ქვია ფოთ როგორ ქართულად ხოთ პირდაპირ ქოთანია, მაგრამ მაგას არ გვინდა იმას ქვაბი? ხო, ყოველთვის ქვაბში ხوار მოხარშა და მაინც უნდა გაიცნო ადამიანი გაიგო როგორია და მერე დაეწყო უკვე
ბიჭო არა ხო, მაგრამ თვად ეგრე ბოლომდეც არ არის რა, ანუ ეგეთი სტერეოტიპები არასდროს არ არის ხოლმე სიმართლისგან ძალიან შორს. მაგრამ ძირითადად ეგ ეხება ხოლმე უმრავლესობას რა. მასას ხო, დიდ ნაწილს, თორე რა თქმა უნდა. დედა შემამით ხა, სადაც რომ მაინც გეტყობა რომ ვაკელი ხარო და ისე მეწყინა. ბიჭო ხო და აი სხვა სუთპონჩი არ გეტყობა დედა ჩემი, რა ხო ხტები, ანუ რაღაც სპეციფიური მაინც აქვს. ვერელებსაც და ბაბულიკობა მაინც გეტყობა მეთქი. ხო, აი ხო ხტები. ყველა უბანს აქვს ეგ თემათან განსაკუთრებით ძველუბნებს რა. ეხლა რაღაცა დიღომს შეიძლება არ კონდეს, იმიტომ რომ ძალიან ახალი უბანი არის და ძველი უბნები რაც არის, თავის დამახასიათებელი პონტი მაინც აქვს რაღაც პონტში. შეიძლება აი მიხვდე ტიპზე რა. ეგეც კაი არის, ეგეც რატო რა, ხვდები? სულ მე რაღაც ანუ მე რა მაქვს ვიცი, სადაურს არ უნდა იყოს ადამიანი, თავარიც შე ტიპი იყოს, კარგი, თორე სადაური უკვე ხო ადამიანი იყოს რა, ტიპიც არა და ადამიანი იყოს. მაგის მიღმა უკვე მე ყველაფერი დამატებითი. ეგ უკვე ის არის, ხო. რა. მაგრამ ეგ უნდა მოგიყვა. ეცედვეთ. აი, ბიძა ჩემი არის გალიცი თუ როგორ უნდა იყოს? რომელი ბიძა შენი? მამა ჩემი ძმა, ვასტიკო. მე გაგაცნობა. აი, მაგალითი არის თუ როგორ უნდა იყოს ვაკელი. ანუ იმენა ვაკელი თუ ვიდა ვასიკო არის შენი აი ვასიკოდან დაჩtildeო ერთი კვირა რა. ხები უკავდა დავუდგე და ეს კალამი ჩაიწვევს მე საკეთე. აი ვენ ტიპი რა არის. თელი გულით მიყვარს. ყოველ სამდღეში უცხოური ეკავენ ხდები რა შვები როგორ ხართ. ერთად არ ვცხოვრობ. თან ახლა უნივერსიტეტი რომ აქვს ნახულობ. რაღაცა და ყავს მაკაცი ვლადი, რომელიც ეგეც იმენა გადარეული ვაკელი არის. და დღეს просто გამოვედი ყავის იქ მე რო დავდივარ ხო იცი ვიცევერსა რომ კი ვიჩევერს ვიჩევერს მან მივდივარ და ხვდება ვლადი ხელი ჩამოვერთი კამერთან მანიპულირე ურა ატარა პროვოკატორი გაგჭირდა ხო ეგ ვიდეო არის ძი მანიპულირე ეგ სიტყვა სათქააზ ტელევიზორში ჟელიფონი რა ვიდეო კაცული ვიდეო просто ისე გამეცინა მანიპულირე რა ანუ ხელი დღე მაგას ვამბობდი მე ой, არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი ძალიან ისეთი სახალისო და კაი ისტორია გამახსენდა ჩემი და ჩემი ძმაკაცის რა. ვიცნობ? არა. ჩემი ბაქსუდის კლასელის. ყლაშა წივწივაძე. აქედან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ძალიან მაგარი კაცი რა. კარჩე, სადღაც 16 წლიდან ზაფხულობით ვისვენებდი ხოლმე შეკვეთილში ერთ კონკრეტულ სასტუმროში მივდიოდი. მირაში? არა. მე ყოველწლიურად მან დავდივარ შეკვეთილში. სასტუმრო შეკვეთილი ქვია. არა, ლაგუნა შეკვეთილი. ვიცი, პირდაპირ. წარმოიდგინე, აი როგორ პონტია, იცი, ესეთი ნარინჯისფერი კოტეჯი არის, ძველი და პირდაპირ არის სანაპიროზე რა. წინა აქვს ფრენბურთის ბადე, გვერდზე რაღაც ბუნგალო, აი ძალიან ისეთი მყუდრო საკაიფო. ვიცი, მირაჟის გვერდზე რო იყო. არა, მირაჟი რო გაცდი, მირაჟი ხო იქ არ არის, სანაპირო ზოლზე არ არის მირაჟი. სანაპირო ზოლზე არის. არ ვიცი, კარჩე, ნუ იქ მირაჟი არ არის ახლო-მახლოს რა. რა მნიშვნელობა აქვს მაგას? კარჩე, ნუ მან დავდიოდით ხოლმე და თავიდან დავდიოდი ესე მე რაღაც ანათესაო გიას და არის ქორეოგრაფი რა. გიაზას ხო ვიცნობ? ეკას ხო იცი? ხო და ეკას დაყავდა ხოლმე მან ზბორებზე თავისი ცეკვის ჯგუფი. და რახან ზბორების პონჩი იღებდნენ ამ სასტუმროს. შეღავაც უკეთებდა მე პატრონი ფასდაკლებას და ანუ სხვა ტიპებსაც ვაცურებდა მაგრამ ბავში შიგნით რა. და ნუ მან დავდიოდით ხოლმე აი ლოლა აჭარაშვილი თუ იცნობ. ეხა DJ არის. ნუ კაროჩ თუ არის, ნუ მან გავიცანი მაგითო ამბობდი. ხო და რა მნიშვნელობა აქვს? მან დავდიოდით ხოლმე და ერთ-ერთ წასვლაზე უთხარი ჩემს ბაკაცებსაც რა. ნუ დავაი თქვენც წამოდით მეთქი ძალიან იაფიჯდებოდა. თან სამჯერადი ყვება შედიოდა. და კაი პონტი იყო რა, ძალიან. აროშა. ხო, აროშაც იყო მან. ზუკაც. პირველ წასვლაზე არა, ზუკა მეორე წასვლაზე. ჩემი საყვარელი მითოლოგიური არსება ზუკა. ძალიან მაგარია. მიყვარხარ ზუკა. აქედან დიდი მოკითხვა. ხო და კარჩე. აროშასაც. უთხარი ჩემ ბიჭებს რა, აროშასაც რა თქმა უნდა. ჩემ ბიჭებს უთხარი წავედით რა. მე ლომია ეს წიწუშა წეღან მე თავარი პერსონაჟები ამბის ვინც ვართ რა, ეხლა მოვყვები ჯაფარა და რეხვი რა. ხო და კარჩე მაგ ჯაფარა და რეხვისაც დიდი სიყვარული ამისგან არ ვიცი რა ჩემგან 100% დიდი სიყვარული. რა ჩემგან არის მთელი ცხოვრება ვიცნობ. ეგენი რომ მიყვარს რა. ხო და მოკლედ მაშინ ლაშას ყავდა შეყვარებული რა. თქვენ არის ვიყავ ხო 16-ის. 16-ის ვიყავი. მე კაი ვიყავ რა. 16-ის ვიყავ. შეყვარებული ყავდა და ნუ ერთ-ერთი საღამოა. მთელი ჩვენი მან ყოველდღიურობა იყო რა, დილას ავდგებოდით.
ზღვაში ავიდოდით, ამოვიდოდით, ფრენბურთს ვითამაშებდით 1.57 ხელს, სულ თამაშობდით ლუდზე, ძალიან სვამდით. სულ რაღაცა ძალიან ასწორებდა, კაროჩე, მღეროდით, გიტარა გქონდა ისე და ერთ-ერთი საღამოა რა, ვზივართ ესე, რაღაცა ეკაც იქ არის, რაღაცებს ვლაპარაკობ, ჭორაობს და სვამთ ლუდს და ბიჭო, რაღაც მოусვენრად არის აშკარად ლაშა რა, რაღაცა ხდება და რა ბაზარია მეთქი ხოლმე ხარ, ბიჭო, ეს ჩემი შეყვარებულიო მიდისო პრაღაშიო თავის მეგობრებთან ერთადო რა. ქუთაისის აეროპორტიდან მიფრინავენო და ახალი გახსნილება ქუთაისის. ხო, ბიჭო, აი რაღაცა ძალიან მინდაო მომენტო, რომ ვერ ვაცილებო და ნუ ვერ ვნახავო კიდე კაი ხანი, თამაში ახალი დაწყებული ქონდათ მეგონი ურთიერთობა და რაღაცა ხოვაზე ხარ მინდაო რომ ეს ქნა, მაგრამ აქედან ქუთაისშიო რაღაცაო და ადა ოფშეთში მას წავედით მეთქი უეჭველი, აბა რა უნდა ვქნათ ხოვაზე ხარ ეგ ბაზარია თქო და არა კაიში ჩემო გვია ძალიან ანუ არ უნდა რომ მე ჩამაგდოს ცუდ გონებაში, იმიტომ რომ წვეთში უკვე 11 საათი რაღაცა და ნუ წვალება არის რეალურად მაგროს მაგის გაკეთება, მაგრამ რისიც მაკაცები ვართ იასნია მეთქი ჰაი ჰუი ეკას ეგრევე აუხსენით რომ ეკა მეთქი სიყვარულის თემა უეჭველი უნდა გაგვიყვება ეკავაც უარზე ნათიას არ უთხრა მეთქი რომ ხაფის 11 საათზე აპუტკით მიშვები მაშინ ქუთაისში თან წარმოედგინე მაშინ ტრანსპორტიც არ არის ტაქსი არაფერი არ არის რა გავედით ესე ორი ჯიგარი იმაზე ტრასაზე და ვდგავართ ახლა ველოდებით რომ რამე მიქნებ ჩამოიაროს რა ავტოსტოპით რომ წავიდეთ რაღაცნაირად ქუთაისამდე რომ მივიდეთ და თან ფეხით დავიწყოთ ქობულეთის სიარული რომ თუ სიტყვაზე არაფერი არ გამოივლის იქნებ იქ სადგურზე რამე მარშრუტკა გავაძროთ ვატრაკებთ 11 საათი არა ძალიან გვიანი იყო რა 2 თუ რაღაცა გვიანი იყო ფრენა თვითონ და აი ფრენის ფუნქციონ ჩავსულიყავ ხო და ბიჭო მივდივართ კაი ხანი ნუ გამოიარა ერთმა მანქანამ არ გვიჩერებს ორმა არ გვიჩერებს არავინ არ გვიჩერებს ვაფშე რა ძალიან პესიმისტურად ვართ მაგრამ ნუ ერთმანეთს ვამხნევებთ და გავჩერდით რაღაც მომენტში სიგარეტს ვეწევით ხოლმე ხარ და უცბად აი წარმოიდგინე ღამეა ლამპიონები არ არის თან ტრასაზე რა ფლეშლაითებით ვართ აბსოლუტური უკუნეთი სიჩუმეა მარტო რაღაც ჭრიჭინას ხმა ისმის მეტი არაფერი მთვარე გვანათებს ეს ცოტა რომანტიკული სიტუაცია და უცბად ჩორიდან რაღაც ეგეთი ბასები ისმის რა და ნელ-ნელა შორიდან კაროჩე ესე მოდის რაღაც წერტილი ნეონის განათება იასამნისფერი გვიახლოვდება ხოლმე ხარ და ის სულ ნეონებში წარმოედგინე სულ ნეონებში გაწყობილი რაღაცნაირი მარშრუტა მოფრინავს ერთი 300-ით რა და რაღაც მუსიკა არის მაგალითად ჩართული და ეგრევე ხელების ქნება დავიწყეთ ავწიეთ ისა ეს რაღაცა ფული გქონდა რამე რომ გადაგვეხადა და რაღაცა გაგვიჩერა რა ქუთაისში მივდივართ თქო მსხოლს უთხარი და ქუთაის ული ძმა არა სანტრედიასთან დაგტოვებ თუ გინდათ ხუაზე ხარ 10 ლარი იქნება თქვენზე ძმა თუ რაღაცა და კი ბაზარი არ არის ავედით მარშრუტკაში და როგორი სიტუაცია ადგილი არ არის ფეხზე ვდგავართ ხუაზე ხარ რა უკან ვიღაც ინდუსებს ძინავთ იგი ვიღაც რუსი ტურისტები არიან რაღაცები ნუ სავსეა მთელი მარშრუტკა და ჩვენ ახლა ნახე როგორ ვართ რა მარშრუტკაში რო ავედით აქსის მძღოლი და გვერდზე ორი კაცის ადგილი აქვს ორი ახალგაზრდა ტიპი უზის რა ანუ ჩვენც ესე ვდგავართ ამაზე ხელი მოკიდებული გვაქვს და წინ ვიყურებით ხუაზე ხარ გზისკენ და თან ამათ უსმენთ რაღაცებზე ბაზრობენ რა და ხა რა შვება ზღოლი ბიჭო ამ დროს რა წარმოიდგინე ეს ტელეფონი მინდა ესე ცალი ხელით ამანქანას ესე ატარებს არ ზღვედი არ უკეთი არაფერი რა ესე რაღაცნაირად ფეხი აქვს შემოდებული ამით მიდის თან ერთი 160-ით როგორც არაფერი ჩვეულებრივად გზას ვაფშე არ უყურებს ტელეფონში ესე რაღაც ფოტოები აქვს გახსნილი და ამ ტიპებს აჩვენებს აროჩე ძმებო აგერ 2 დღის წინ ნახე რა ავარია გავაკეთე რა და უჩებ აჩვენებს დამტრეული მარშრუტკის ფოტოებს თვითონ რა ავარია მოუვიდა რა ნახე დედა მოუვა იმენა აი მაგარი მივდიოდი 160-ით მივფრინავდი გათხრილი მქონდა და ყლიშე და ბიჭო ამას ოღონდ ყვება რაღაც სიამაყი რომ რა მაგარი რაღაც ქნა რა და აგეძმაო აი ეს სიდენიები რო არ მქონოდა თურქულების უთავებს წააწყვეტავდა ყველას გზაშიო ბიჭო ეს ორი ტიპი გაფიტრებული საკით ამას უსმენს ხოლმე ხარ შოკში არიან ნუ ვაფშე რა ხდება სამ რატომ ზივარ თამაშუტკაში და გადავა ისე რომ ესე ფოტოებს ხო გადადის და ხო აჩვენებს და წკაპუცე ცოლის ფოტო გაიჩი და ჩქარა გადავიდა ცოლის ნახევრად ეროტიული ფოტო ხო რა ჯიგარი ტიპი იყო წარმოიდგინე და ესე ამას ატარებს და მე ერთმანეთს გავხედეთ რომ შეჩემა მეთქი ხო არ ჩავიდეთ მე თუ რაღაც რა ვქნათ რა არ დაგუბრინდოს ამ გიჟმა და ესე ფრენით კაროჩე ჩამოგსვა იქ რა სანტრედიაში სანტრედიაშიც არა რაღაც სანტრედიის დასაწყისში რა და ბიჭო არ ვიცი რატო არის ეგრე მაგრამ ეხა არ ვიცი როგორ არის უბრალოდ მაგრამ მაშინ ეგრე იყო რომ თლიანი ტრასა იყო ჩაბნელებული არც ერთი ლამპიონი არ იყო რა ლამპიონები კი იყო დაყენებული მაგრამ არენ თუ არაფერი და წარმოედგინე უცბად აი რაღაც კინოს კადრი რო წარმოედგინე ეს მარშრუტკიდან ჩამოვედით სამ ნეონების მარშრუტკამ ჩაიარა და უცებ სიბნელეში ვართ ისე როგორია რა
dig უკვე მაგარი ჟუტკი და საშიში სიტუაცია გაიჩნდა იქ რაღაც დანგრეული ქარხანა შორს ჟანგიანი, იქით ძაღლების ყეფა ისმის, იქ რაღაც ტრანსფორმატორი იდგა თუ რაღაცა მაგის ზუზუნი ისმის და რავი, მაპი გვაქვს ინტერნეტი, რომ ვიცით, რომ იქით არის, კაროჩე, ქუთაისზე წავედით ფეხით რა, იმენა ტრიბიუტში, ჯეკ ბლეკი და კაილ გესი რომ მიდიან, იმენა შუაში რომ ეშმაკი ეჭირა და იმ ეშმაკს ველოდები, ახლა იმენა ეგეთი პონტი არის რა. გიტართან ხელზე ეხლა თუ რამე უცებ გიტარა იმ მომენტში არ ხოდა, არა ნუ ხოზე. ეგრე უცებ რომ მივდივართ, გვერდზე გაიჩნდა რაღაც ძალიან დიდი სილუეტი. ხო. მაგის ფოტოც მაქვს, მე განახებ რა. და რომ მივანათეთ, წარმოიდგინე, არ ვაჭარბებ ზეთის მანქანის ზეთის მანქანის ზეთის იმებისგან, ბოთლებისგან და რაღაც კასრებისგან იყო აშენებული რობოტი. სამტრედიის გზაზე რაღაც უკუნე ციმრელეში სადღაც მოუსვლელში რა. დიდი რობოტი, აი რავი, აქედან ჭაღამდე რო წარმოიდგინო დაახლოებით, აი ესეთი რაღაცა მიშელინი და რაღაც ამ ზეთების ყუთებით გაკეთებული ესეთი ტიპი იყო, სახე ქონდა თვალები. ვა ეს რა არის მეთქი. გავედით. ფეხით ჩავედით სამტრედიამდე და ერთი ტაქსი იდგა მარტო აი მთავარი წრე მოედანი რაც არის მანდ. და მაგ ტაქსის ჩაუჯექით, კაროჩე, ის შედარებით ჯიგარი ტიპი გაიჩნდა, მაგრამ იმანაც რაღაც იგიჟეები მოგვიყვა, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს. რაღაც მაგანაც გაგვაგიჟა. ჩავედით ქუთაისის აეროპორტში. დავხვდით. დავხვდით კი არა, იქ დავიმალეთსავით, ანუ შორი ახლოს შესასვლელთან დავდექით, რომ ეს თან წერდა, ოღონდ წერდა ისე, რომ აი ვიძინებ და რაღაც რო არ დამწვარითო ფონტი რა. და ნუ გაიჩითა ის გოგო თავის მეგობრებთან ერთად და უცებ ეს წინ მიუშვი მე რომ მიდი მეთქი რაღაცა შეხვდი და ნუ აი ძალიან ისეთი თბილი და კაი სანახაობა იყო ერთმანეთს ჩაიღუდნენ ის გოგო გაგიჟდა ისე გაუხარდა მთელი ამბები და გავაცილეთ ისინი პრაღაში და მე ჩვენ ახლა უკან ვეღარ წამოვიდოდით წამოვარემ ქუთაისში მეთქი ჩემთან დავრჩეთ ჩემს სახლში ჩავიყვანე ქუთაისში ქუთაისის პატარა ექსკურსია მოუწყვე დილის 6 საათზე ვანახე პირველი სკოლა ის მესხიშვილის თეატრი რაღაცეები ჩემთან მე აღარ დავრჩით რომ ბარემ თენდებოდა უკვე და დრო რო არ დავკარგოთ დავждეთ მარშრუტკაში წამოვიდეთ თუ ის ბიკენტიას საკაბაბეში მინდოდა შემეყვანა მაგრამ დაკეტილი იყო ერთ კარგ ქუთაისურ 24-იან სახინკლეში შევედით გემრიელად ჭამეთ ცოტა ლუდი დავლიეთ ჩამოვიდით მე უკან მე ესეთი ძალიან დასამახსოვრებელი და კაი პონტი გქონდა და ლაშას ძალიან კარგად ეხერხებოდა და ეხაც ეხერხება წერა რა და რაღაცა მოგებული აქვს რაღაც პრიზი აქვს აღებული ამ წერის ამბავში და თბილისში რო ჩამოვიდით დაწერა მე ეგ ამბავი და დაწერა თან ძალიან საკაიფოდ კაროჩე რა просто ვეღარ რამდენჯერმე მინდოდა მაგამ იმის ისტორიის ნახვა და ვეღარ ნოუთებში ედო Facebook-ზე ნოუთების ფუნქცია რო იყო კადრი თუ გახსოვს და მე მგონი გაუქმდა ეგ თუ რაღაც ვაფშე არ ვიცი აი რა კარგად ქონდა დაწერილი იცი აი მენა ღიმილი არ მოგშორდებოდა პირიდან რა თან ხო ხდები იმას ახლა წერა კარგად ეხერხება მაგრამ კი არა ხდები რაღაც ძალიან ის იქნებოდა ხო რა იმენა პატარა თავგადასავალი ჩვენი იგი ბოლოსკენ ხო არ გავიდით ჩვენი პოდკასტს ბიჭო რავი რამდენი ხანია რაც ვაზრობთ შეგვიძლია ნელ-ნელა ბოლოსკენ გავიდეთ რავი თუ არ გინდა რამის დამატება რამის სათქმელი თუ არ ძალიან ძალიან საინტერესო მე მგონი კაი არ არის ცუდი მე მგონი კაი გამოვიდა ჩემი პირველი პოდკასტის კვალობაზე ჯერ სანამ მივუჩვევით ძალიან რთული ვაი წყალსაც რო ვთქვათ ძალიან რთულია თურმე მარტივი ჩანს ეხა ეს რეალურად არის ჩვენი მესამეც და რომ ეს ეპიზოდი ჩაგვეწერა და და მე მგონი რაც არ მოგვეწონა პირველ ორ ეპიზოდში ეგ მომენტი არ ქონდა და რაღაცა ბუნებრივად კარგი ძალიან ხო რაღაცა ძალიან მართლა ძალიან კარგად წავიდა ყველაფერი და თავარი ეხა ჩვენ თქვენსგანაც გვინდა ხო არის რომ თქვენ გამოიწეროთ არხი ხო აუცილებლად დავაიქოთ გაზიაროთ ხო და ფიდბექი თქვენი ხო აუცილებლად კომენტარებში დაგვიწერეთ რა არ მოგწონთ რა მოგწონთ უი ხო სტუმრებიც აუცილებლად გვეყოლება შეიძლება ამის შემდეგი ეპიზოდიც მარტო მე და ირაკლი ვიყოთ და მესამე ეპიზოდი უკვე აუცილებლად სტუმართან ერთად იქნება და დიდი ალბათობით ცნობილ ადამიანთან და ვინმე თუ უნდათ გვითხრან რა ხო და მოგწერეთ ვინმე სტუმარი კონკრეტული თუ გინდათ თქვენ თქვით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ მოვიყვანოთ გილოცავ ირაკლი მე გილოცავ გიორგი ძალიან ვისიამოვნე ამ ყველაფერს მეც всё ორჩა გასმა გაიგო კი ძალიან გვაყოფილი მაგრამ მეც აუ ეხლა რომ აღმოჩნდეს რომ არ ვიწერდით ან ამ ეგეთი ჯერ თავს არ ჯერ შენ დაგბრიდავ და მე თავს დავიგე ვერა შოში აგერა